სალომი მეგობრებო. გამარჯობა. პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა, რომ ჩვენთან ერთად ხართ. ძიმას დამსახურებით. იმიტომ რომ ჩვენს მადლობა. ძიმას თხოვე რომ თუ შეიძლება მეთქი ესე და ესე მოხდეს ჩვენთან თქვენი სტუმრობა, იმიტომ რომ ნუ რა ვიცი, ნებისმიერი ახალი თაობის არტისტისთვის და მუსიკოსისთვის ვეტერანი თუ როგორ თქვა რა ის მუსიკოსები ხარ და დიმამ როგორ გიპასუხა ნუ აი პრინციპში ახლა დავფიქრე რა პირდაპირ და თანხდა ოღონდ ნუ შევათანხმებო ახლა რა თქმა უნდა ვიკითხავ და ძალიან დიდი მადლობა მოკლედ ველოდებოდი ლუკასაც ოღონდ და ნუ არ გამოვიდა დღეს წარმატებები უსურვებთ გამოცდა და ძალიან გული ამიჩუყდა რომ მითხრა რომ ლუკა არისო ტექნიკურ იმასო რა ქვია ჩვენ ტექნიკურ ნაწილს რაღაცებს გვეხმარებაო და ის იმასთან გაიარეო რა რაიდერიო რა დაგჭირდება და როგორო შვილი ეხმარებაო და რაღაც ძალიან ამიჩუყდა გული იმიტომ რომ ანუ შვილი რო დგას უკვე რაღაც შენს უკან და თან კარგად ხდება. ხო და ძალიან გული დამწყლა რო არ არის, მაგრამ ლუკა ძალიან, რა ვიცი, ჯერთი აი რო შევადაროთ სულ ჩვენი რაღაც აი მიჭირად ბავშვობაში რასაც წერდით, რო შევადაროთ ლუკას დღევანდელი სიმღერები ამ ასაკში რაც დაწერა და ჩვენი სიმღერები მაგ ასაკში ჩვენ რაც დაწერეთ, აი ცადა დედამიწა რა. ძალიან განვითარებულია. იდეურად თუ ხარისხობრივად? იცი რა, იდეურად აშკარად ეთყობა მამამისის და მე შემიძლია თავისუფლად თქვა, ჩვენი ყველასი ზეგავლენა ვის წრეშიც გაიზარდა, ასე თქვა. და იდეები ძალიან საინტერესო აქვს და ეს სწრაფად ნუ არ ვიცი, არ მჯერა რომ ვითარდებიან ხოლმე, მაგრამ ფაქტია რა. ძალიან კარგ სიმღერებს წერს. და რომ მე მიგზავნის ხოლმე რა ის ნახე გოგი ამ ისმინე და რაღაცები და მე ხო იცი, აბა მოდი შუა გერაცვალე რაღაცები და რო უსმენ და რაუნდა შენ ჩაწერე და ბასი ვინ ჩაწერე შენ ჩაწერე და რაღაც არ მჯერა რა ხოლმე ისე მომწონს მე პირადად ძალიან მომწონს როგორ არის იცი ახლა ის რა ქვია მეც რო დააკვეხა ჩვენ ძალიან დიდები არ ვართ 92-იანი ვარ მე ანუ მე უკვე დანგრეულ ქვეყანაში დავიბადე და ისინი რაც თქვენ გაქვთ გამოვლილი რომ აი ქვეყანა იყო და მე დაინგრა და მე ამ დროს შემოქმედებითი რაღაცა მოგაწვა კიდე სხვანაირად არის და აი ეს ბავშვები რა ხმე რო ვიძახი ბავშვებს ძალიან სასაცილოა მაგრამ აი ეს თაობა ეხლა რაც მოდის რა მაინც აქვს რაღაცა იმ პროტესტის განცდა რაც თქვათ თუ ამჩნევ რა ისეთი პროტესტის განცდა თუ აქვს აი ამ რეალობასთან რაც შეიძლება და რომ თქვენ გქონოდათ რაღაცა არ შემიმჩნევია სიმართლედ ხო აი იმიტომ რომ უფრო კაი ქვეყანაში გაიზარდა ტექსტებს რომ უსმინო რასაც წერენ მუსიკას იქ უფრო ჩანს მაგრამ აი ეს პერსონას ტიპს რო უყურებ თითქოს ეგ არ მე ეგრე ანუ ერთი შეხედვით ვერ იტყვი რა რაღაც ხრი მიხარია კიდევაც რო არ აქვს ესე იგი რაღაცა იმ ისეთ ტალღაში ანუ ისეთ ქვეყანაში არიან ჯერჯერობით რომ შეიძლება სადაც შიგნით რაღაცა უდუხთ და აი ამ ტექსტებში გადმოაქვთ და ეგრე უფრო ისმის თუმცა აი ესე უშუალო ლაპარაკში რაღაცაში აი ეგ არ ჩანს რა რომ და აი სისტემა და ხა დავანგრევთ ყველაფერს აი ეგ არა აქვს რა სადღაც მომწონს ეგ რა რომ იმიტომ რომ ეთყობა რაღაცა უფრო სხვა ეგეთი იმპულსურები არ არიან და ესე ლაბავოი იმაზე არ მიდიან რა რქებით რა უფრო რაღაც ალბათ უფრო დაფიქრებულად და სხვანაირი ის არის ჩვენ უფრო იმპულსურები ვართ უფრო და აი გავბოდით სულ და უკრავდით რაღაცა თუ იყო და ამ პროტესტს რაღაც ამით ესე გამოხატავთ ისინი რაღაც უფრო ჭკვიანურად ალბათ რა უფრო რაღაცნაირად ისე ყველაფერს თავის დროს უჩენენ ეთყობა და ხო აი და აი თქვენი აზრით სამივეს პრინციპში რამდენად არის აი ეხლა აქვთ ძალიან ბევრი ინფორმაცია ხო თქვენ დროს და ჩვენ ბავშვობაც იდეაში არ იყო ამდენი ინფორმაცია შემოსადგომი რომ აი ესე შეხვიდე და ნებისმიერი ვინ როგორ რეპეტიციას ვინ როგორ უკრავს ვინ რატო წერს ვინ როგორ წერს ანუ ამდენი ინფორმაცია არ იყო და რამდენად უწყობს ეგ ხელს რა ანუ მაგ ბავშვების ჩამოყალიბებას მენტალურად თუნდაც მუსიკოსებად რა რომ აი ამდენი ყველანაირი ინფორმაცია ხელმისაწვდომი აქვთ აი ტელეფონს რო ამოიღებენ ჯიბიდან მეტალიკამ რა ქნა 92-ში და ყველაფერი იციან რა სიტყვაზე ძიმა მოპასუხოს ძიმას ძალიან ბევრ ბავშვთან აქვს ხო აი ძიმას შვილის ბავშვებთან უთიერთობა ძალიან უწყობს ხელს იმიტომ რომ ჩემ დროს როგორც მახსოვს როცა სწავლობდი ეგ რა რაფერი არ იყო ძალიან სწავლობდი და ჩემიც რაღაცებს ვიგონებდი და ვუკრავდი და ეგ რაღაცა რომ ენახა პოსტი ვიდეოში მეტყვი აუ რა მაგარია და ანუ ძალიან ეგეთი ხო არა მე მახსოვს მე ჰაერში ვისწავლე დაკვრა ოფიციალურად ხო ანუ არაფერი არ იყო საერთოდ ჩვენი სწავლობდი
ესე უყურებდი რაღაც ლაივს, მეტალიკის ლაივს, რაღაც უყურებდი და რა ხდებოდა არ ვიცოდი რა. ხო, ძალიან დიდი ის არის რა ინფორმაცია. მე მგონი კაია ხო, მაინც რო არის. კი ის რომანტიზმი შეიძლება დაკარგა, მაგ ამ ინფორმაციულმა ყველაფერმა რა, ბუმმა, რო ყველაფერი სახელმისაწვდომი როა, შეიძლება უკვე ნაკლებად ის გაქვს რა. ხა ჩვენ დროს, ჩვენ ბავშვობაში აიყო რაღაცა ბუტლეგებს და რაღაც მასწავლებელი გიტარაში თუნდაც იყო ის რაღაც ფირსაკრავი თუ მაგნიტოფონი თუ რაღაცა და ხო აი მეტალიკის კასეტები და ვიჯექი და აკუსტიკურ გიტარაზე ყური თუ არჩევდი და რა იცი მე როგორ ვიტყოდი ინფორმაციული წყარო როცა არის ან ძალიან კაია კომფორტია და რაღაც თუ უნდა მაგის გარეშეც ისწავლის და მაგასთან ერთად ისწავლის მთავარია სურვილი რა თუ სურვილი არ აქვს ბავშვს ანუ ხო ბავშვს რა ვინც არ უნდა იყოს არ აქვს მნიშვნელობა რა თუ სურვილი არის ამ წყაროთი რა თქმა უნდა კომფორტია ან არც არაფერს არ გააკეთებს თუ არ აქვს რა ეხლა თუ მონდომება და რაღაც არის ბევრი მაგალითიც არსებობს რა მაგისი რომ აი კი თავიდან რაღაცა მაგრამ ცოტა სირთულეა და ეს როგორ ავიღო ეს რაღაც სოული და რაღაცები და ივა და არ გამომივა არასოდეს ეხლა მინიმუმ ხედავ ვინ რას იღებს და როგორ იღებს და მარტივია და ხო ნუ აი ეს თვისება ყველაფერშია მარტო ან სწავლაში არა ან თვითონ გინდა ალბომის დაწყება ან ჩაწერა და მაგის დამთავრება რა ან ვიღაცები არიან აქ ანუ რეზულტატზე ორიენტირებულები ვიღაცები ნაკლებად რა მე მაგალითად ისა რა ქვია ვიწყებ რაღაცას და მე მეზარება რა დამთავრება ხოლმე რა კოტე პირიქით კოტე რაღაცას დაიწყებს და ანუ დაიწובה გადაიწובה მაგრამ გამოუშვებს მაინც ბოლომდე რა და დარეგლიზებულიც არის ჩვენ კიდევ ცალკე პროექტი გვაქვს ერთი ალბომი კი ჩაწერილია რომელი? როდის ჩაწერეთ? Fridays და Friday და ხო ის არის. ერთი წელი ვცდილობ რომ სამი სიმღერა ვოკალი ჩავწერო. ხო და რა ხდება ხოლმე აი ამ დროს რომ ამდენი ხნით რომ იყინება რაღაცა. აი სულ ეს მარტო ის კი აი მარტო ეხა კი ვინც მოსულა ჩვენთან აი რომ საუბრობ ხოლმე რა აი ყველას შემოქმედებით რაღაცა ეტაპზე ხდება ეგ რომ აი რაღაცა თაროზე გიდევს მე და იმტვერება აი რაღაც თითქოს ანუ აი იმ წუთას რომ ამოხეთქე და აღარ გინდა მე თუ აი რა ხდება რა ეგ რა არის აი ძალიან რთულია აი ყოველ საღამოს აი ერთი წელი ყოველ საღამოს სულ ამბობ რომ აი всё აი ხვალ ან დღეს აი ხო მოვალ რაღაც მე სახში მოდიხარ ცოტა დივანო ან Netflix-ი რაღაც ახალი სერიალი გამოვიდა რაღაც სერიალი და ხო ის ბავშვები ისე ნუ აი ეს რუტინულად ან რო დააპირებ რომ აი всё უეჭველი გავაკეთებ მე რაც ციდან ხდება რამე ცივდები ხმა არ გაქვს ხარ ან მილიონი რაღაც მაგრამ ეს ყველაფერი გამართლებაა მაინც რა რაღაცაში არის საქმე ჩვენ ხომ არა იცი ხანახან არის ეს ზევით მიდის ეს მუზაც და რაღაცეები და განწყობაც გაქვს ხანახან პირიქით არის რა შეიძლება ერთი წელი ორი წელი ერთი აკორდი ვერ ჩაწერო რა არ გააკეთო ან ვერ გააკეთო მე სხვანაირად ვფიქრობ ჩვენს გვაქვს ეგრე ძალიან ბევრი რაღაცა გადადებული და აი 15 წლის წინ დაწყებული რაღაც სიმღერები თითქოს კაია და გისწორდება მაგრამ აი რაღაცნაირად რომ აი მიაგდებ რა და მე მგონი მაგას აქვს რაღაც თავისი მიზეზები რა ალბათ სადღაც არ გაკმაყოფილებს რა და მაგიტომაც გადადებ და მაგრამ იმის დრო მაინც აი მაგალითად ახლა ჩვენ მაგალითზე ბოლო 3 ალბომი აი ხა მესამეს ახლა ვაკეთებთ რაც გამოუშვით და რასაც ახლა კიდე გამოუშვებთ სულ არის აი ეგრე 2009 აი მაშინ 2009-2010 წელი რო დავიწყეთ ჯგუფი მაშინ ჩავწერეთ ძალიან ბევრი სიმღერები და ჩავწერეთ რა ნუ დავიწყეთ ეს მუშაობა ხო და მაგრამ მე გადავერთეთ სხვა რაღაცებზე ის რაღაცნაირად გადავდეთ რა ეხა ის რო ყოფილიყო იმ დროში ჩვენთვის აი ესეთი აი passion რო ქონოდა ალბათ დავამთავრებდით მაგრამ ეთყობა რაღაცა არისო ეხლა მაგრამ ისწორდება მაგ სიმღერების ისა რა ხო მე აფასებ და იმიტომ არ ვაკეთებ ეხლა რო სხვა არა მაქვს უბრალოდ აი მივხვდი რომ ეხლა აი დრო არის რომ აი ეს სიმღერა შემიძლია აზრამდე მივიყვანო და მე მგონი ჯამ შემთხვევაში და აი მაგალითად სიტყვაზე მაგ სიმღერებს ბევრჯერ მიუბრუნდი წლების განმავლობაში თუ ხო რაღაც მომენტი ხო და ახლა აღმოჩნდა ეს მომენტი რომ ახლა კი აი ბევრჯერ მართლა სწორი თქვია ხა რამდენჯერმე და არა მაინც რომ გადადებ აი მე 3 წელი გავა კიდე ჩაუჯდები რაღაცა არ მეახ თითქოს დავუმატებ მაგრამ
ხო და აი ახლა რაღაცნაირად ყველა რასაც ჩაუჯექი, ყველა მიმყავს. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი საქმე მაქვს, ბავშვსდი, პატარას და პლუს კიდე ძალიან ბევრი ყოფილი. რამდენჯერაც ვესაუბრებოდი რაღაც ჩაწერაზე ბავშვის ხმა მესმა და აქედან ჩვენი ბავშვი. აქედან ჩვენი. ხო, ჩვენც ეგრევე. ძალიან ბევრი ყოფილი პრობლემა, მაგრამ აი გძნობ რომ აი გინდა ახლა ეს გინდა გააკეთო, იმიტომ რომ აი უკვე გაიზარდე ალბათ არ ვიცი. ჩვენც რამდენჯერ გქონია რომ აი 2-3 წლის წინანდელი ეხლა უფრო გისწორდება და ეხლა უფრო აღიქვავ და მე ფიქრობ რომ ჯოი მაშინ რატო დავიწყე მაშინ. შენ თავზე წინააღმდეგები იმ წუთას რაღაცა არ მოგწონს, აი ხო არის რომ რაღაცას რო აკეთებ, აი შექმნის დროს რა პროცესში, აი всё ეგ არის რა, აი იცი რომ ეგ არის და აღარ ჭირდება იმას ედმეტი არაფერი და როგორც კი აი ეს რაღაცა აკლია, რომელიც შინაგანად არ გაკმაყოფილებს და მე ეგ არის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, ესე მგონია რაც აი აღარ გინდა და მე გამოცდილებიდან გამომდინარე როგორ უყურებთ აი სიმღერა რომელიც იწერება 5 წუთში რა ანუ არც გჭირდა ანუ მეტიც არ არის საჭირო უცად ეგ არის რაღაცეები და მე მორჩა ჩაწერ მე ნახევარი 40 წუთი ჩაწერ ანუ 2 საათი მაგრამ всё ეგ არის აი ყველაზე კაი სიმღერები ესა ეს სიმღერები რომელსაც აი აქ უნდა ის რაღაც მისამღერი და ბრიჯი გავაკეთო და რაღაცები და თან აი თან მოგწონს თან არ მოგწონს და რაღაც ისეთ აი ხელოვნურად გამოდის აქედან უხდება დაწერაზე ხო და ნუ აი მე რო ხო იგივე არის ის რთულად გაკეთებული ნაჩალი სიმღერის თან ეხა 2009 წელს თუ აპარაკოთ ჩვენ მაშინ პირადად ჩემთვის იცი ანუ ძალიან რთული იყო რა აი ყველაფერი იმიტომ რომ ნებაესერიდან ტრანზიშენი ქონდა ლედი ჰეროინზე რა მაშინ რა და ჩემთვის აი ეს პერიოდი იცი როგორ იყო თან მტკივნეული იყო თან ნოსტალგიური იყო თან რაღაც დავაი ახალი და სიახლე და ვაფშე ანუ სად ვარ აი ესეთი იყო რა და მაგიტომაც აი მე პირადად რამეს თუ აკეთებდი მან საერთოდ არ მაქვს რამეს მაგაკეთებული მაგრამ ისა რა ქვია დარწმუნებული არ ვიყავი იმაში რას ვაკეთებ რა აი ცოტა insecure და ეს 2009 ის ძველი სიმღერას მაგრამ პირველ ალბომზე რო აი დავწხედ და თან რაღაც ბრეიკი ქონდა ერთმანეთისგან რაც ერთწლიანი საერთოდ რაღაც კონტაქტი უნდა რაღაც სამსახური ხო ის უცებ აი დროსაც დაუკარით თან აი ხო ეს სიმღერები რა უკვე ის იყო პირველი და ის და მე რო აუს არეპეტიციო და რაღაცები და აი მაგრად მიდია და ძალიან სად წერდით მაგ პერიოდში ოტესთან დრამები ჩავწერეთ ხანსად პირველ ალბომში სოლკას მე არა სულიკა ალბომში სულიკა სტუდიაში ჩავწერეთ და სულიკა სტუდიაში ჩავწერეთ დრამი და ინსტრუმენტებისაც ჩავწერეთ მე შენთან სახლში ხო მაშინაც ძალიან უცნაური ხარ ეხლა არის ყველა სახ შოუ სტუდიო აქვს და ნუ ერთი არა ჩვენ როგორ ჩავწერეთ ადრე ზატო მელოდია იყო და ხო ну იქ რა იყოს ძალიან ისეთი სეტაპი არაფერი ხო მინიმალური მაგრამ რაღაც ის რაღაც ლეიბლი ხო ქონდა თუ რაღაც ჩერეს კომბრეკოც თუ რაღაც ანუ კომბებით ხო ანუ გამოვიტანეთ ანუ ის ციფრული არ იყო ანუ ცოცხალი ხო კომბებით და ანუ ხუთი ლინიაში არ წერდით ანუ ინჟინერია ხომ ინჟინერი ხარ ხო ანუ ხმის ინჟინერი ხარ იმის რა ქვია პროფესიით ანუ ოფიციალურად პროფესიით დიპლომიანი ხო სად ოფიციალურად არა როგორც ხო ასე არა აი ბავშვობიდან სერტიფიცირებული ინჟინერი მამა ჩემი იყო ორკესტრის ხელმძღვანელი ბოსტელი რადიო იმაში ანუ პირველ არხზე რა ანთ თავისი ორკესტრი ყავდათ და იქ ხო C სტუდია იგი და ბავშვობაში მამა ჩემს სკოლაში დოლიძეზე ვსწავლობდი და მე სკოლის მერე მამა ჩემთან მიდიოდა და აი სტუდიის სუნი რაღაცა და პულტი და რაღაც და არ ვიცი რატო არ ჩავაბარე ალბათ არ იყო მაგრამ არ იყო ეხა შემოვიდა გლივს ეხა აი ლუკა ყველა რაც კი მე არ მეღირს აი ჩემ დროში დღეს ყველაფერი ვარი მაგრამ ლუკა მივიყვანე აი ჯერ იქ CS-ში და იქ ისწავლა ეს საუნდ რაღაცა ეხლა კიდე იქ ილია იმაში არის არა მე ბერკლის ონლაინ კურსი მაქვს გავლილი ხო ნუ აი ახლა ჩვენ მაშინ არ იყო არ მსგავსი ხო და იმდენად მიყვარეს ეს სტუდიის ის იმდენად ის მქონდა რომ აი ეგრევე დავიწყე აი კომპიუტერი რომ ჯერ პირველი კომპიუტერი ვითხოვე პირველ რო გავიგე რომ კომპიუტერი შეიძლება ჩაწერა რაღაცეების და ანუ ის არხებად მეთქი ხო და შენი ძველი სიმღერები ხო იმაზეა რა 4 ხო მანამდე გაჩერდა ერთად დასკამზე წერდა ხო ეგ პირველი პონტი ეგ კასეტაზე წერდა ანუ ჩაოლებრივ აი კასეტა რო არის ხო იცით 55 წუთიანი მაგრამ ეს უფრო სწრაფად რეალებდა ეგ ვიცით ხა ეგეთი ზამაპატარებით არ ვარ კასეტა რეალებდა ან წერდა 20 წუთი ეტეოდა თან ერთ მხარეს წერდა მარტო რა ის
ანუ 8 არხად ყოფდა იმას რა. მაგრამ ძალიან მაგარი. მომენტია პატარა ვიყავი რომ აი მელოდიაში ბავშვობიდან წერდი მელოდიაში ხოლმე წერდი. რაღაცა. მელოდია და თან აი როგორ წერდით იცი, 22 აი ეს ხარჯი. გამოცდილი მაქვს რომ ეს შეგეშალა გავჩერდი გავაგრძელე სად იყო ანუ თავიდან ბოლომდე გაჩერდი მერე თავიდან არა, ბოლომდე. შეიძლებოდა იქ შუიდან. არა, იქ გადაჭრა გადამახოდა. ბავშვებთან ეგრე არ შვებოდა. აუ ვინ იყო აღარ მახსოვს ხმის რეჟისორი და არა ერიკა და კიდე იყო და ერთიც აი მთელი რაღაც ჩაწერეთ ბავშვები რაღაც ჩავწერეთ გუნდი ხმები თუ რაღაცა წერთ და აი დავიხოცეთ ალბათ ერთი ნუ 8-9 საათი იქ რა აი ვინც აწევს ტრაფიკინგი ორის მენ. წაშალა უცებ აუ არ მახსოვს ვინ იყო და ყველაფერი წაეშალა ვაფშე და რა გინდა ქნა ანუ რაღაც გინდა ის არის რა ქვია კარტა რამე Control Z ხრდა აჯერა. ვერავე და აი ეს ნახდა და მთელი ყველაფერი თავიდან წერეთ რა მაგრამ ძალიან თან იცი რა არის არ შეიძლება რაღაც რომანტიზმია მაგის მე ვარ ამ კოტეს ძიმე ძველი ჯგუფების ფანი რა მაგარი რა და რაც რამდენჯერმე ვცადეთ ან აი რეპლიკა გამეკეთებინა რაც აი ჩვენ კიდე სხვა ძიმე ჯგუფი ვარ და აი რაც ჩავწერეთ და კავერი გავაკეთეთ რაც SPID-ის ძველი სიმღერის სიმღერა ძალიან საშინელება გავაკეთე რა ანუ ამისი არის რომ მეტალიკა და ჩემი არის რაღაც იქ რა დივანზე ჩაწერილი რაღაც სხვაობა და ხო აი არ ვიცი შეიძლება ისეთი მომენტი რომ ყველაფერი რთული რო იყო და გჭირდებოდა ძალისხმევა რომ იგეღწია რაღაცისთვის მაგრად კეთდებოდა ნუ რაღაცეები ეხლა მე მგონი ძალიან არტი ძალიან გამარჯობა სად არის Cubase Cubase და შენარჩუნება აი წლები რო გადის რა და სულ რა უნდა იყო თან ხო ეს ისეთი მომენტია რომ ვერ ჩერდები რა ანუ რაღაცა პერიოდები თქვა შემოქმედებითად ფეთქდები მე ყოველდღიური ყოფითი ცხოვრება რაღაცა მოაქ რა ისეთი რომ თქვა ვეღარ ხარ თან მით უმეტეს ჩვენ სულ გადარჩენაზე გვიწევს ბრძოლა აქ და მით უმეტეს ნუ 90-იანებიდან და იმ დროში წარმომიდგენია ხო მაგრამ შინაგანად ხო სულ ითხოვს რომ აი გინდა რა რომ აი და მე წლები რო გადის დრო რო გადის აი არ ჩდება რაღაცა ის სირთულები მე მაგალითად ახლა 35 წლის ვარ მე კომპლექსით ამეწყო ასაკის და ჩემ თავს ვეუბნები ხოლმე რომ ხო არა აფრენ მაგრამ აი მაგ რა აუ უკვე 35 40-ისკენ გაგივლის ხო ალბათ არ ვიცი მაგრამ აი ეგ აი როგორ ხდება რომ ინარჩუნებ რა შენ თავს სულ იმიტომ რომ ვერ ძლებ აი რო იყო სულ მე მგონი რომ თუ ხარ აი ნუ ეს სადღაც მოწოდებით თუ ხელოვანი ხო შემოქმედი ტიპი თუ ხარ მე მგონი მაგას არ ჭირდება არანაირი ისა რა ხელოვნური ფიქრი და ზედმეტი და ხო თავისით გინდა არ გინდა სხვა ანუ რაღაცნაირად ფული საჭიროთ რომ იცი რომ აი უნდა აკეთო ეს რა და მე ეს და ბუნებრივად ხო მე რა ხვარი ძალიან ჩავარდნები როა ხოლმე რა აი ანუ რას გულისხმობ არა აი რა მე რამე კონკრეტულ იმას არა მაგრამ აი არ ყოფილა თქვათ ესეთი და ჩვენ ჩავარდნილები ვართ არა ჩავარდნას რას გულისხმობთ აი მაგალითად სტიმული რო აღარ აგაქვს რა ხო ეგრე ვართ ეხლა მაგრამ გამისწორეთ რომ დაგვიძახეთ იმიტომ რომ არავის არ და ეხლა თავს არ ვიცოდეთ ეგ არის ფიქრობთ ეგეც ძალიან მაგრად ვართ ყველა უბრალოდ რავი ისა რა ქვია იმას არის გვიჭირავს თავი რომ აი ეხლა აი ფორმაში ვიყოთ და ეხლა უკრად და იმიტომ რომ მე მგონი ვერ წარმოგიდგენიათ რამდენი ადამიანის კუმირი ხართ ანუ მართლა ანუ ეხლა ახალთაობაში აი რამდენად იცი რა არის მოცემულობიდან გამომდინარე რა მოცემულობით არის ან ჩვენი ცხოვრება ასე ვთქვათ რა ვერ აღიქვა რა იმიტომ რომ სულ თან რაც უფრო ნუ იზრდები რაც სულ რაც ხდება ანუ იქ ბავშვები ჩდებიან და რაღაც ისენი ანუ ხან მე ხან ამას ხან ბავშვები რა ანუ ზოგადად ხან ყველასა გვაქვს რაღაც მოცემულობიდან გამომდინარე და სიტუაციიდან გამომდინარე ისე იქაჩება ეს ყველაფერი რა და შენც რაღაც სტიმული გიჩნდება და აკეთებ და ბოლო პერიოდი ჩავარდნა მაგრამ ყველა ჩავარდნას თავისი რაღაც ისა რა ანუ განთიადი რა და რაღაცები. ეხლა დღეს ხო მაგრად გავასწორე, იმიტომ რომ ეს რაღაც ვიცი გაერთიანებს რა რაღაც მომენტები და მეც რა გამისწორდა და ეხლა რა სიმღერები დავუკრავდა ბიზნესია და ალბომები გავხსენ და პახოვდა მოусმინე და აუ ეს რა როგორ ჩაწერეთ და რა გავაკეთეთ და არ გახსოვს და არის ჩავარდნები არის რაღაც მაგრამ კითხვას თუ დაუბრუნდები რა რეალურად
ახალს არ უნდა გაჩერდე რა. ანუ ესე თუ გინდა რომ აქტიურად ამან მუშაოს, უნდა რეპეტიციაზეც რო ფიქრობ, ანუ რაღაც სიახლეებით, რაღაც შეძლების დაგვარად როგორ გამოვა რაღაც, უნდა განვითარდე მანდაც რა, მიუხედავად იმისა, რომ ამ ხელა გამოცდილება გვაქვს, ხო, ნუ ყველას და ეხლა პირველი წელი არ უკრავთ, მართლა საიდან სად მოდის, მაგრამ ამაშიც რაღაც მე მგონი რა ჩვენ დანაშაულიც არის ყველასი რომ თუ რაღაც ჩავარდნა რაღაც ხრივ ჩვენი პატარა ის წილიც არის ამ ჩავარდნაში რა და ისიც მახსოვს აი ძალიან დიდი ბოდიში არა ბერხით მე არ მჯეროდა რომ ლედი ჰეროინი აი შარშან წინ იყო რომ ვინმეს ახსოვდა და რაღაც სულ ესე ძალიან დიდი ხანია because გოგონამ პატარა გოგონამ ისა რა ქვია სიმღერები ჩამოგვითვალა რომ აი ამას დავუკრავთ აიდან ვიცი და მე არ მახსოვს და შენ რატო ვიცი რა ვიცი რა მაინტერესებს ეხლა მე მაგალითად 13 წელია თუ 14 წელი უკვე რობისთან ერთად ვკრავ რა აკუხიანძეს და აი ეგ შენ რას თქვი რა კუმირი ხო ეხლა რობიც ხო არის ფიგურაა რა ქართულ მუსიკაში კოტეს ფიგურაა ძიმაც დრამერებში ანუ ყველა ფიგურაა რა რაღაცა მაგრამ ყოველდღიურობაში ამას ვერ აღიქვავ ეხლა მე რასაც ვუყურებ რობის მაგათად 15 წელია რა როგორ უნდა აღიქواس ის ადამიანი აი კუმირად და ეგრე დაფასებულად თავს იმის მიხედვით როგორ ცხოვრობს რა ანუ საერთოდ აცდელილია ის რეალობა ერთმანეთს მაგისი ცხოვრების რეალობა და რომ ფანობა ყავს თან ხო და ძალიან უცნაურია რა და ეგ თემა რო დავამთავროთ მე რა მაინტერესებს კინოს გადაღება თუ გიცვლის მუსიკის წერას თუ ერთადაც ხდება ხოლმე ანუ აი ეს კრეატიული გამოვლინება კინოს გადაღება და მუსიკის ერთდროულადაც კეთდება თუ კი ხო ისე არ მაქვს რა ახ კინოზე ვიმუშავებ და ხო და მუსიკა აღარ მაინტერესებს ეხლა ცოტა რა ფილმებიც გადავიღე აქამდე და ალბათ რასაც გადავიღებ ყველა ფილმი არის ასე თუ ისე მუსიკასთან დაკავშირებული ანუ სუბკულტურაზე რა არტისტებზე და იმიტომ რომ ჩემი სამეგობრო და თანაცნობო წრეს შედგება ხო იცით ხო რა ხალხისგან და შესაბამისად მანდ ვეძებს აინტერესებს რომ საერთოდ მაგიტო დავიწყე კინოს კეთება რომ ძალიან წინდა ყოველთვის რომ არა აი ანუ ლოკალური რეჟისორების მხრიდან საერთოდ არ იყო ნუ საერთოდ თითქმის არ იყო ინტერესი ამ სფეროს მიმართ რა რასაც ქვია underground-ი არა და ხო რა ტიპები არიან და რამდენი საინტერესო როჟი და სულ კონფლიქტია თან და ყველაზე მთავარი რაც კინოს უჭირავ ხარ რაღაც კონფლიქტი ხო შინაგანი გმირის საზოგადოებასთან ყველაფერთან შეხებაში ხო და რომ მაგიტომ გადავწყვიტე მეც ასე რომ ხო კინო და მუსიკა ჩემთვის დიდად ნუ რა თქმა უნდა პირველ რიგში მუსიკოსი ვარ მაგრამ კინო კაია მაგარია ხო იმიტომ რაღაცნაირად უფრო შეგიძლია რაღაცები უფრო დაანახო და ნუ ხო მარტივად არ არის თქო მაგრამ მუსიკასთან შედარებით უფრო შეიძლება რაღაცა უფრო გაისროლოს აი იმიჯმა ვიდრე რაღაც აკორდმა რა ესე ვთქვა ანუ ვიზუალური ეფექტი მაინც ხო უფრო რაღაცა უფრო სანახაობა მაინც უფრო უყვართ ესე ვიდრე ისე რა ხო ის მაინც უნდა დაფიქრდე და რა უყურებ უფრო მარტივად აღქმადი უფრო შენი ფილმების საუნდტრეკები უნდა გამოუშვა და არელიზა და იმიტომ რომ აი ძალიან გემოვნებიანი მაგალითად რომ ყველა ვაქვს პირველიდან დაწყებული რა ან პირველი რა იყო Teen Spirit ხო ეხლა ხო მილიონჯერ გაქნანახი და რა მე კიდე Teen Spirit-ის რა საუნდტრეკები ვუსმენ ხოლმე სპეციალურად მომწონს რა ანუ მარტო ჩვენი მუსიკაც არ არის ეხლა მე ჩემი ბენდია და მოусმენ კიდევ არა სხვა სიმღერებიც არის და ისე ძალიან გემოვნებიანი მუსიკა აქვს რა კოტეს ფილმებში აი ჩემი უკვე კავშირია შენ თუ გინდა არ დაიწყო ეხლა რასაც ვაკვირდები რაღაცა პერიოდი რა იყო როგორ ვთქვა რა რაღაცა სმენელი გადართული იყო სხვა რაღაც მუსიკალური ჟანრი ანუ underground-ი ძალიან 90-იანებში იყო რაღაცა ის ეპოქა კი არა და ის პერიოდი როცა რაღაცა ბუფ დაიძახა ალბათ იმიტომ რომ სიტუაცია და ბნელო და შიოდა და გარემოება იყო რამაც ნუ ამოხეთქა ვიღაცაებში მე იყო თითქოს აი რაღაცა სხვაგან გაუგებავშე სად გადავიდა კაცმა არ იცის რა მოხდა და ეხლა აი ეს underground-ი პანკი როკი რაღაც ძალიან დაბრუნდა ისევ თავის ადგილას მე ძალიან მიხარია თქვა იმიტომ არა რომ თქვა მსმენელი ვარ და მიყვარს და რა ვიცი
თინეიჯერო ვიყავი, რაღაც ბულავკებს ვიკეთებდი, ანუ მაგიტო არა, მაგრამ ძალიან შემოვიდა რა ისე, ანუ ბევრი პანკი, ბევრი როკ ჯგუფი წამო. ხო და რამ გამოიწვია ეს? ეხლა დაბრუნება. რაღაც პერიოდი არის ისეთი, არა მარტო საქართველოში, რა ვიტყოდი, პრინციპში პოსტ-პანკი ახლა worldwide ტრენდი წავიდა ძალიან. და საქართველოზე იცი რა ერთი დაკვირვება მაქვს, ისეთი ძალიან მომწონს რა ეგ რომ ჯგუფებმა მასიურად დაიწყეს ქართულად სიმღერა, ოღონდ სიმღერები სერიოზული ტექსტებით და არა რაღაცა ეჩე დებილო და მოდი რაღაცა კორონული რაღაც მოვიგონო და სისულე ანუ ძალიან ცუდი რაღაც ტექსტი რაც ქონდა. ეხლა არა სიყვარულზე, თუნდაც სიძულზე რაღაცაზე და ისეთი არის რომ აი სერიოზულად უსმენ და აი კითხულობ და რაც ხედა. ავას კაზის უსმენ და გასო რა. ია და პირველად ეგ მომეწონა მაგაში რა. თელი ოჯახი. ძიმა ვისუსმენ ხოლმე ხო. მეც მოგასწრებს კაზი. აი ბოლო ხო და აი რა ქნას კაზმა ესეთი რა ყველა რა კაზ ანუ ყველას ტექსტს რა და რაღაცა დააბრუნე. პირველი ეფექტი იყო ეგ ტექსტი რა. პირველი ქართული ბენდიდან რა თქმა უნდა ქუთაისიდან წამევიდან ბიჭები რაღაცები. ქუთაისიდან ხო ყველა მაკედან იწყება რა რაღაცა. აი პირველად მახსოვს ჩვენ ერთობლივი ლაივი ქონდა ქუთაისში ლედი ჰეროი ტელესკოპი და სკაზი. და პირველად ნახე ვაფშე გავიცანი და პირველად მოусმინე სკაზი და ეს რა ვასაღო და აი ძალიან მომეწონა. არა ძალიან კაია ეს. თანამედროვე მუსიკა სუკა ანუ რატო გატრენდდა მაგას რო გავცე პასუხი. გატრენდდა და ხა დაბრუნდა. ჩემ რენესანსიც არის ხო 80-იანების რაღაცა ის განახლებულად. რაღაც გამეინსტრიმდა თან, იმიტომ რომ არ ვიცი not cool anymore რა ანუ ეგეთი not cool anymore ადრე cool იყო ეხლა ცოტა არა პირიქით მაგას ვამბობ რომ ეხლა cool გახდა ხო იმიტომ რომ უკვე მეინსტრიმი ანუ მარტო პოსტ-პანკერები კი არ usmenen მაგას ვამბობ usmenen ხო ხო და ზოგადად ჩვენთან გამოიწვია და ეხლა შენ ყველგან დამძიმდა მე მგონი მუსიკა მოენატრა რა ხალხს ნაღდია აქტუალურია ტექსტია თანამედროვეა რაღაც მომენტში აი ეს ბექინგ ტრეკზე მომღერალი ვოკალისტებიც გბეზდება რა რაც უნდა მაგარი შოუ იყოს იქ გინდა რომ ვიღაცას აკორდი შეეშალოს ლაივზე რა გინდა რომ იქ მე რომ რაღაც ლაივებზე რო დავდივართ ხოლმე რა იქ ელოდა 80 კაცია თუ იმაზე რო ვიყავით ახლა სიგუროსზე რო ვიყავით ორკესტრთან ერთად და აი რო ჩართო ზუსტად იგივე საუნდი იდგა რო ჩართო და მოусმინო საოცრება რა მაგრამ რო უყურებთ აი ამას ყველაფერს რო ხედავ და არ არის ფონოგრამა და პროსტა ის მაინც თავის მუღამი აქვს ახლა მენსონზე ვიყავით კიდე წლის დასაწყისში ეს რამდენი წლის არის ხიზელი იყო კი და მეორე დღეს ლარინგიტი დაემართა და მეთქი ეს ჯერ არ შეგზება მქონდა იცი რომ აი რო არ გჯერა რომ ნამდვილად ან მართლა უყურებ იმიტომ ხა წლების განმავლობაში ნუ მერლინ მენსონი რა სადაც და უცებ რო გამოვიდა სცენაზე და თხა ცოტა შუტკი არის ანუ ქვიფი არის რა და აი ნუ რა ქნა ხალხმა იცი ამას აქში აი რავი არა ხო 5 წელია ფხიზლად არის და მართლა კაი ანუ კარგადაც იმღერა კაი სეტი ხონდა და რას ვიცი ანუ მაკეთ მობრუნდა ხალხი როგორც მობრუნდა ვინილების ყიდვაზე ვინილები იმდენად დაბრუნებულია რომ ეს ფიზიკური მედია კი აქ ყველა Spotify და Deezer-ები და Apple Music-ები ყველას აქვს, მაგრამ გაყიდვებით რა იყო, ვინილები არის ძალიან გაფრენილი წინ. აქ მეც გეტყვი ხო, CD აღარ იყიდება, ძირითადად ვინილები და ნუ მერჩი რა ისეთ აი მაისურები, რაღაცა ტანკტოპები, რაღაცა და ვინილები. CD ძალიან ცოტა. CD გაყიდვა თუ გინდა უნდა ჩადო რაღაც ბოქსში, შეგინ ჩაყარა ყველაფერი რაღაც აქსესუარები და ეს დადო და გავიდა რა. ხო არა, ყველა ბენდმა თითქმის დიდი ბენდი ვინც არის, იყიდა პრესები, ეს ვინილის პრესები, ქარხნები იყიდეს რა. და რასაც უნდა იმას უშვებენ, აი ძალიან შეულებრივად. აი მოდი ახლა გამჭირვალე ვინილი გამოვშვის. მამაჩემი არის კოლექციონერი რა ვინილების და რაღაც რამდენიმე დღის წინ ვიყავი და ვინც რა ქვია Dark Side-ის ვინილია მარტო ცალმხარეს არის დაწერილი და გამჭირვალეა. და აი ესე უშვებთ რაღაც anniversary ეხლა იყოს მოდი 55 წლის anniversary და ესე უშვებენ და ამიტომ თან
როგორ არის ამ ვინილს რო უყურებ, ეხლა ჩვენთან ვერ იყო ეგ კულტურა, იმიტომ რომ ფული არ არის ინდუსტრიაში მაგდენი რა. იქ სხვანაირი პრეზენტაცია შენი მუსიკის და შენი ხედვის რო გადაშლი და ეს artwork-ი რაც არის, ეს ტექსტებიც რო გააქვს ყველა. ერთეულ ადამიანებს შეუძლიათ თან ვისაც ეგ ნიჭი ხო ცალკე არის კიდე შეფუთვა და ხედვა და რაღაცა ეს კიდე ცალკეა. ხო და ეგ ყველაფერი მობრუნდა მაგაზე ვიძახ ეს ვინილები მობრუნდა, ეს ცოტა მძიმე მუსიკაც მობრუნდა და ამიტომ და თან ძალიან პოპულარული გახდა ფირსაკრავი როგორც საჩუქარი რა და ერთ-ერთი ოღონდ ცუდები აი ეს ჩემოდანი ფირსაკრავები რო აფუჭებს ყველა ჩუქადა მაგრამ ანუ ხო გაგიხარდა გოდიში მაგრამ მართლა ძალიან პოპულარული გახდა იმიტომ რომ აი საშინელი ხმაა საქმე ხომ არის შეგიძლია შემციც რო გამოუცვალო მაინც ცუდი ხმა რა კი ეს ბოდიში ხო მან იმაზეა კაცო ჯერ ეს ერთი იმიტომ რომ შენ ახლა მონიტორები და ისე ხო არა თავარი მანდარი ნემსი და გამოწვეველი სხვაგან არ არის კაი მაინც ну ნემსი შიდა ელექტრონიკა თავის დინამიკის საშინელი აქვს არა ეგრე აუქსით რო გადაერთოთ არ გამოვიდა თითქმის იგივე ხმა აქვს აუქსითაც რო გადაერთოთ მართლა ხო აი კაი დინამიკებში რო ჩა ხო იმიტომ რომ ნემსი არ ვარგა ანუ გააჩნია რა ხო ზუსტად მოდელი არ ვიცი რა ეს ისეთი კარგი იქნება რა მაგრამ მე რატომ მე სხვა მეგობრებიც ყავს რა ფირფიტები ქონდა და ეს არ ქონდათ რა და ამ ტრენდში შედის რა არა ეხლა როგორ არის artwork-ია რა ეს ფირფიტას მართლა რო გაშლი ნებისმიერ ზეპელინი რო ფიზიკალ გრაფიტი რო აიყო მაგრამ ნახატად რო ჩამოკიდო უკვე კაია რა და აი ეს როკი და ეხლა იმასთან მინდა რომ გადავიდე ეს როკი და დაკვრა რო მობრუნდა ეს ლაივი შენთან ეხ როგორც თან ასწავლი ბავშვებს თან ესე და იმას შვება რა ქვია რაღაც ახალი თაობა მეტი მოდის არ მოდის კი როგორ არ ძალიან ბევრი ხო ძალიან ბევრი მოდის უფრო ყველას უნდა რომ დაუკრას და გოგოები კი რაც გოგოებს რაც არის ყვა მაგრად თუ უკრავს გოგონა დრანზე ვინმე კაც მირჩენია რა ყოველთვის რა აი სხვა შარმი მოიყვანე კაი დრამა ვინმე სასწავლე კარგად ეს არის მოიყვანე ოკეი ეხლა როგორ ანუ რა გეგმებია ყველას გვენატრება მოკლედ ანუ ჩვენი იდეაც რატომაც გავაკეთეთ ეს ყველაფერი და რაღაცა ერთმანეთის მეგობრების და იმის დახმარებით და რაღაცა მოგვაქვს ეს ყველაფერი ზუსტად ეგ არის რომ მოგვენატრა რაღაცეები რა საავტორო მუსიკა დაკვრა ლაივი ხალხი აუდიტორია თქვენთან რა ხდება რა გეგმები არის და მე მზად ვარ ვაფშე პრობლემა არ არის მე უფრო მიყვარს ჩაწერები საუნდი ეგ ხო production და ყურაც მიყვარს რა თქმა უნდა და დაუკრავდი სიამოვნებით აი ესეთ ქალაქში თბილისში ყველაზე მაგარი ქალაქში დაუკრავდი ყოველ კვირა რო იყოს აი ბევრი ადგილი სადაც სიცოცხლე არის და კლუბები ესე ვთქვათ რა სამწუხაროდ არ არის ხო და ну გინდა არ გინდა ზღუდავს უკვე ეგ რა ერთ და იგივე კლუბში ვარ და ყოველ კვირა ვარ და უკრავ ეგეც ხო, იმიტომ რომ 2-3 ადგილია მაქსიმუმ. ხო, ადრეც არ იყო და ადრე უფრო ჩვენ აქტიურობთ რაღაცა როგორ აქტიური, აი როგორ ახერხებდით? თუნდაც დარბას რამეს რა. ხო, იყო ძალიან ბევრი კულტურული სახლები, ну. მივიდოდით რა მოველაპარაკებოდით იჯარა რაღაცა აპარატურა ცალკე ვიქნათ. ხო, მაგრამ ეგ მაშინ პატარები ვიყავით, მაგის ენერგიაც იყო და ძალიან მარტივად მოხდა. კომბიც რომ იგახდა კაბელსაც რო ახლა და ინჟინერით შერეხა და დამკვრელით შერეხა. არა, თქვენაც მოვიყვან. ანუ მართლა ეს დიდი მას ვდებდით. მაგის თავი ნაღდათ აი როცა ინტერნეტი არ იყო, მოკლედ ის თქვა მინდა. აი ნახავდით დარბას რაც სივრცეს. და მაგასთან უნდა მიხვიდე, მოველაპარაკო. რა, ანუ მე ოკეი, ყველაფერი თანხაზე ყველაფერი შეთანხმდით, მე აპარატის ძებნა, პლუს აპარატი როგორ. და ეს თანხა საიდან მოგქონდათ? არ მოგქონდათ არსად. ბილეთებიდან ალბათ რა. მე ეს აპარატი ნაწილი აპარატი ვიღაცის ნაწილი იმისი, ვიღაცა რაბოჩი ცალკე ის ამისი, რაღაცა ეს ინსტრუმენტები შეკრება ბეკლაინი ჩვენი ფაქტობრივად რა.
მერე სიარული თან ვიყავით რამდენიმე სასწავლოში ვიყავით 1-20 ადამიანი მაქსიმუმ ანუ მეგობრებიან ჯგუფიან ყველაფრიანად და მე ვაკის პარკი მებარა და ვაკის მიმდებარე ტერიტორიაზე პატარა დავდიოდი და ვაკრავდი ვაკატებს აფიშებს წებოთი და მერე და მერის ტიპები რომ მოდიოდნენ ამ ძმაო არ შეიძლება დაბრა და მაგათან ჩხუბი მე ძელ ბიჭებთან ბესპრედელთან ანუ კაჩაობა ეს ძმაო რა კონცერტია როკერები ხარ და მაგაზე ცალკე ამ წამოიპოდრომზე შევხვდები მე საღამოსი ყველანი ამ კუდრები რო ვიკრებოდით რა კოტესანა ბიჭო ხო გავაკარე და კოტეს ხო გავიარე მე ვნახე კოტე არ ერთვებოდა არა როგორ არა რა მაგრამ ნუ კოტე ყველაზე პროაქტიული კოტე იყო ყოველთვის მე შეეძლო რომ გაეღო და აბა ისა ხო იცი კი 100 წამი გავაკარე და 2 რო აკრია რა ეგეთები სუპერვაიზორის ხო და ის არის რა ქვია და მერე ეს კონცერტის ყველაფრის წაღება ერთად ტაქსებით თან ტაქსში რო არ შეიძლება ბარაბარის წრევა აი ეგ არის ჩვენი არის რაღაც არ მუშაობს რაღაც უცბად ისე დაბრუნება რაღაც მოტანა მე რაღაცნაირად ამ კონცერტის ჩატარება და მე ყოველთვის აშლა არა ყველა კონცერტის მერე ვამბობ ჩემ თავს ვეუბნები ერთ რამეს რა იმიტომ რომ ხარაც ამან მოყვა ნუ თვათ ეგრე აღარ არის მაგრამ მიწევს რაღაცები მიტანა და მე კიდე წამოღება რა და ნუ აი რა ვარია დაუკარი რაღაცა და აი დაიხარჯე რაღაცა დაიღალე და მაინც სახში რომ ტაქსიდან რაღაცით კომბების მანქანით და რაღაცების წრევა და აი ყოველ ჯერზე მე ეს კოტე всё ეს ბოლო მეტი ეგრეთ აღარ იქნება всё ან კაი პონტი იქნება რომ აი პოს დაუკრავ გიტარას დადებ და წახვა და აი ახლა კიდე უკრავ დადებ და მე გამოაერთე ეს რაღაცების ეს ჩემი ჯეკია და ბილეტს პასი რა და კონცერტი ადრება თუ გახსოვთ ანუ ჩვენ სამი ლარი 5 ლარი 2 ლარი 5 ლარი უკვე ყო რა 5 ლარი ახლა გალა კონცერტები იუარი იყო ეგ როგორ არის იცი მე ერთადერთხელ მაგ თავი დაგძნობი მუსიკოსად ამ ქვეყანაში აი ვის იყო რა ქვია ჩარკვიანის ლაივი რო იყო ბლექსი არენაზე მან ვუკრავდით რობისთან ერთად და აი ბექსტეიჯზე წამოწოლილი ვიყავი იმაში ტელევიზორში გადიოდა კონცერტი ვიღაცა მამომაკითხა დევტიც თქვენი დროა კი ბატონო ჩავედი დავუკარი ნუ ერთ-ერთი იქ იმის რა ქვია დრამის პედესტალის ჩაკეტვა დავიწყე და წინ მივდიოდი ესე ეგ არა უშავს მაგრამ მორჩი დაკოს ავედი და უკან გადავივლე და წამოვწექი უკან არა ერთხელ ქონდა ხო ერთხელ აი რამდენი წელი 15 ერთადერთი კომფორტი ნუ სხვა ჯგუფზე არის საუბარი აი იქ წავიყვანეთ მამუკა გაფრინდაშვილი გიტარ ტეკად რა ჯგუფში და ნუ ეს არის რა ქვია სცენაზე რომ ამოდიოდი ყველაფერი შეერთებული ხდებოდა ანუ ჩვენ უბრალოდ ამოდიოდით დავუკრავდით და მე ჩამოდიოდით ანუ ეს ხალხი არ უყურებდა მაგას რომ ჯექს როგორ ვაერთებდა ეს კარი რა და რაღაცებს ამჩე აბა მე რა გათამამებული ვყოფილ ვარ რა გამომივლია რომ სერგო სულაძის ხელში და ტრაილერებით ჩემ ტრაილერი დაყვებოდა ჩვენ ანუ და ელდრაინი ეწერა და ჩემი ბექსტეიჯი მქონდა და დახვედრებული შეერთებული გასწორებულზე პირდაპირ ავდიოდით და ანუ შენ ნაგულავები ხარ არა მე რატომღაც მეგონა რომ რაღაცა პერიოდი მაინც აი როცა ინტენსიურად იყო რა ლაივები და კონცერტები და უფრო ინტენსიური კონცერტები რაღაცა პერიოდი მაინც არ გიწევდათ ეს წვალება და ის წავათრიე და წამოვათრიე და მე არ მახსოვს ეგ რო არის სულ არის ფიქრო თუ ცუდია გასწორე არა რაღაც არა მე სიპერესტო მე ხა უკან რაღაცა დროის მერე აღარ ასწორებს ხო ნუ მინიმუმ იმსახურებენ იმას რომ რავი მინიმუმ იმსახურებენ რომ მე მაგ ხოლმე ისეთი მოთხოვნები რომ წარმოვიდგე სცენა და მერე თუ ხალხი რა მე წერა მახსოვს მინიმუმ ადრე მუშაობდი ბარში უკრავდი ხო და დაემთხვა გაგრას იმ დროს როცა ქონდა კონცერტი ნება ესერის კიდე ხო და მომიწია დრამის წრევა იქ კონცერტზე აწყობა და რა მორჩეთ მე დავშალე და მალე გავიყანე თან იქ ავწყე და იქ გავარძელე მე და დრამის წრევა მოკვდი ძალიან ცუდი
არა, მე მახსოვს ორ ბარში ერთად უკრავდით, ანუ აქ სადაც შესვენება უნდა გქონოდა და გადავდივით მეორე ბარში და იქ უკრავდით და 3 საათი გაუჩერებლად. აქეთ იქით, აქ просто იმის რა ქვია, ქუჩის ერთ მომპირდაპირე მხარეს იყო რა და აქ რო 9 საათიანი შესვენება გაქვს, აქ უკრავდით. მე აქ უკრავდით და ერთხელ ქანით მაგ ეგ, იმიტომ რომ მივხვდით რომ მაშინ კი ძალიან ახალგაზრდები ვიყავით, მაგრამ ეგეც გამორიცხული იყო რომ ორჯერ ქნა რა, ეგეთი რაღაცა. აქეთ იქით და ხო და რას ვიძახე ახლა ეს პანკობა და აი ეს underground შეიძლება გააქვს რა კულტურა ეგ და ეგეთი ხარ და ცოტა მაგრამ რაღაცა ელემენტარული რაღაცები ახლა რას ვიძახე რა მე ესეთი მოთხოვნები პასუხისგებლობა არის ახლა მე ესეთი მოთხოვნები მაქვს ხოლმე რომ აი მარტო ჯოხით მივიდა არ გექნება ლაივი იქ რაღაც თეფშები მოგაქვს და მეთქი არც მიყიდია რა თეფშები მეგობრებო იმიტომ რომ აი რატო ხო არც იმ ჯერ ერთი არ იყიდება ამ ქვეყანაში კაითებში უნდა გამოწერო ან თურქეთში უნდა წახვიდე ან შანსი არ არის აქ რომ ან თეფში იყიდო ან ხო ადრე ვაფშე არ იყო და მე რა მოგაქ აბაშენ არაფერი ხო გააგდრამი კი მადლობა ამიწე მოვალ გავუკრა იმიტომ რომ აი ეს კიდე 40 კილო თეფშის თრევა და მე ჩემი პედალი მაქვს იმიტომ რომ კარგად ფული უარ ეტრიათ ახლა ეს ინსტრუმენტები რა იქნებოდა მაშინ return on investment ანუ დაბალია რა ძირითადად მარტო ჩვენ კი არა ზოგ ძალიან ბევრ ჯგუფს ანუ რაღაც რაც გიბრუნდება რა ფული ან ჩვენ ხო ჩადებ რაღაცას ან მუსიკას რაღაც დადებ პროდუქტს და მე მაგის გაყიდვებიდან გამომდინარე როგორ თუ როცა ფული გაქვს რა თქმა უნდა ქირაობ ამ ადამიანებს და ანაზღაურებად საქმეს ხდი რაც სწორია თორე და ყოველთვის ეგრე არ გამოდის შეიძლება იმ ხელა შემოსავალი არ გქონდეს რომ ანუ ყველა ანაზღაურა ანუ მე მქონდა ახლა წელს იყო იანვარში 18 კონცერტი 11 ქვეყანა 17 ქალაქი და 18 კონცერტი ყოველ დღე და ყოველ დღე დიდ ტრაილერს ცვლიდით ყოველ დილით და ვაწყობდით სცენას მე საუნდჩეკი, მე ვუკრავდით, მე მთავრდობას კონცერტი, მე ყოველ დღე ცლიდით ამ ყველაფერს და ამაში ყველაფერში მონაწილეობას 18 კი აუცილებლად. იმიტომ რომ ან მე არც ჰონორარზე არაფერზე არ 20 კაციან კრუს ვერ აიყვან. ხო, არა, ვერ რა და კრუ იყო ის warm up ჯგუფები რა, მადლობა მაგათ რომ ისე ყველანი დაყვებოდნენ რაღაცა ის იმაში რა, რიგში ვიდექით და ვაწვიდით ერთმანეთს და რა ყოველ დღე ძალიან რთული. სამი კვირა. სამწუხაროდ ხო, სამი კვირა გამოდიოდა. ნუ სამწუხაროდ სხვა გამოსავალი არ იყო რაღაც მაგომეთში, მაგრამ ნუ ვითარდება. ეგ კიდე ცოტა სხვა ისაა, რომ აი 11 ქვეყანა თუ რაც 17 ქალაქი რაღაც რო გამოიცვალე და შენივე ქალაქში და შენივე ქვეყანაში რომ 20 წელი ერთი და იგივე სიტუაცია იმის მიუხედავად და იგივე სიტუაცია არა ხო და იმის მიუხედავად მაგას ვიძახი რა აი კონვერტი არის უკვე და გატეხილი გეტყვის ტკივილი თუ აპარაკო ალაპარაკო მე რადგან სულ შეხება მაქვს რა ამ კონცერტებზე მე ბექსტეიჯზე ანუ ხმის რეჟისორი ვარ ყოველ სულ შეხება მაქვს ამ მუსიკოსებთან და რაც ხდება რა და просто მე გულგატეხილი იმაზე ვარ რომ მე მგონია რომ უფრო სწრაფად შეიძლება განვითარდეს ეგ ყველაფერი ვიდრე ვითარდება იმიტომ რომ ჩემი აზრით ზოგი ადამიანი ეხლა ცუდად რო არ გამიგო ბოროტად იყენებს იმას რომ თქვა კოტე და გიორგი და ძიმა თავის რაღაცებს ათარებენ და ის თავისას არ მოიტანს იმიტომ რომ იცის რომ ის მოიტანს რა ძიმა რა თავისას ანუ ბოროტად იყენებენ რაღაც მე ყოფილა რამდენიმე შემთხვევა რომ ჩემი რატო მოვიტანო ეხლა ის იმას სუდა აქვს თავისი კომბი და მოიტანს თავისას და ანუ ეგეც რაღაცები რო ხდება ეგ უცოტა უკანხებს რასაც მიაჩვევ აი მაგაზე ვიძახ ხო ისე როგორც მიაჩვევ ისე მოგიქცევია ეს ესეც ან ყოველ ეს ხო ყველაფერში არის სამსახურშიც ეგრეა რომ მიაჩვევ რა რომ რაღაც წერილებს ხო და მაგიტო აი გული მწყდება რომ 15 წუთში მე რო ერთი დღე გადის შენი მე სანდრო მაისურაძე ბასისტი ახლა მოკითხავ დემე ჩემ სულაქველიძე სანდრო ჩვენი კლასელები სუკლასელები ვიყავით და აჩი სულაქველიძე მაშინ იყო რა აი მაშინ რო ვიცოდეთ მე დემემ და სანდრო მითხეს აი ლედი ჰერონი გაქვს მოსვენებთ კი არა მაშინ მოყოლებული რომ აი ვა კოტე და ეს რასასტავია და ვინ უკრავს და რა არის და მე ნება SSSR რა უკა როგაც მე ბულა გავიცანი შენ უკრავდი და მე ძიმა გავიცანი და უკვე რო იცნობ გონია რომ უფრო წარმატებულები უნდა იყვნენ ეგ ადამიანები ვიდრე არიან და აი ეგრისი ბრალი წარმატება ისეთი სიტყვა არის რა ანუ წარმატებულობაზე არ არის ანუ მინიმუმ დაფასებულები როგორ უნდა ხო ანუ მაგაზია საუბარი რომ
ნუ დაფასებასაც რას ეძახით ახლა კულტურის მინისტრი ახლა ჩვენაერ მუსიკოსებს არა სახელმწიფო დაფასებასაც არ გულისხმობ რა ანუ ახლა სმენელის ხრი მე მგონი რა ხალხი კონცერტზე რომ მოდის და რაღაც რო უსწორდება ეგ არის კარგება ხო ეგ არის რაღაც ფიდბექს რომ ჩვენც ხო გძნობთ ჩვენც ხო იცი რა მომენტია როცა უკრავს სცენაზე და რაღაცა მოდის რა და აი გასცემს ვიცი ენერგიული დაფასება რაღაცა და მიმოცვამი ენერგეტიკული დაფასება ოკეი გასაგებია მაგრამ აქ ნუ ეხა კიდე არ არის ეგრე ანუ ბილეთის ეგ შეიძლება სახელმწიფო პრობლემაა რომ ბილეთის ფასი და ბილეთში ფულის გადახდა მაინც და მაინც მარტივი არ არის რა საზოგადოებისთვის რა რომ აი თქვა ლედი ჰეროინმა გააკეთა ლაივი და დაადო 50 ლარი სიტყვაზე იმდენ ხალხს ვერ მოიყვან რომ შენ იმ აპარატურის და ქრუს და ყველაფრის ფული ამოიღო აი მაგას ვიძახი დაფასებას ამიტომ უნდა ინტერესდებოდეს კერძო სექტორი რაღაცეებში და მაგაშია ზუსტად და მაგას ვლაპარაკობდით წინაზეც ხო რომ კერძო სექტორი უნდა ინტერესდებოდეს და ცოტა მეტ ინტერესდებდეს ხარისხში და კარგ რაღაცაში და დღეს კიდევ კარგი რომ დაბრუნდა რაც დასაბრუნებელია და ნელ-ნელა ბრუნდება იმიტომ რომ ამას ვერ გაექცევა რა ვერ ამინდა რა რაც ნამდვილია ის მაინც თავის ადგილს დაუბრუნდება მაგრამ საქართველოში დღეს რაც გაყიდვადი არის ანუ ეს არის რავიან კრიმინალი არის მართლაშა რო შეიძლებადეს გავასამართლებდი მართლა ხო და მაგაშია ამბავი კერძო სექტორი დამუშავარე ხალხიზია მაშინ რაშიც ეს არის რა ქვია რა ანუ უხარისხო და მდაბიო და იცი რა არის პოზიტიურად უყურებ რა ეხლა ცოტა მაგას ზოგადად ანუ სიტუაციას რა არის იცი დღეს ანუ გუშინ არა აი დღეს ყველაფერი დამოკიდებულია შენზე ანუ მე ასე ვთვლი თუ გინდა რომ აი მიზანი გაქვს ესეთი რა მე მინდა რომ აი თითო კონცერტში რა თითო ადამიანმა 1000 ლარი აიღოს ანუ მოდი მაგ ბიზნესკენ ვიმუშაოთ რა არის ამისთვის საჭირო და ჩემზეა დამოკიდებული რა თუ რაღაც აი დღეს არ გამოდის კი მოცემულობა და გარემოებები და ასე შემდეგ არ გიწყობენ ხელს დიდად ან მით უმეტეს საქართველოში ჩვენთან გარკვეული მიზეზების გამო და ცნობილი და გარკვეული მიზეზების გამო მაგრამ რაღაც მიზანი თუ გაქვს, მოდი ვიმუშავოთ მაგ ისა და არიან ჯგუფებით, არიან მუსიკოსებით, არიან რაღაც, ვისაც ეს გამოუვიდა რა. ეს იმას არ ნიშნავს ჩვენ არ ვინდა, მაგრამ რაღაც გარკვეული გარემოებებიდან ხან გამოდის, ხან არის აღმავალი პერიოდი, არის დაღმავალი რა. მე მახსოვს რომ ჩემზე ნებას პერიოდში რომ ჩემზე პირადად ჩემზე მარშრუტკაში თუ ავტობუსში ლაპარაკობდნენ და განიხილავდნენ თუ რა ბაზზე უკრავ და რას ვაკეთებ მახსოვს პერიოდი რომ ვიღაცით ვაფშე აზზე არ არიან რა სიტყვაზე რა ვეთანხმები ახლა მუსმენი და ვეთანხმები რომ თუ რაღაცა გააქვს ეგეთი მიზანი რომ შენ აი ეს კიდე ამ რაღაც სტანდარტში ჩაჯდე და აი მანდიყო და თქვა ამდენი მგონი მიაღწე მაგას ნუ თუ ნიჭი გაქვს მაგდენი და რაღაც ეს ლავირებას თუ შეიძლება. ხო, ხა მე არ მინდა გამომივიდეს რაღაც სულ რაღაც ნეგატიურზე და იმაზე ვლაპარაკობ. პესიმისტურე. პესიმისტურე უბრალოდ რეალობა რაც არის. ხო, რა ცოტა წინს რა. მე პირადად დღეს ჩვენი ბრალია რა, ანუ აი ვინც აი გუნა მეთქვა ეხლა. თქვენ ახლა რა მოლოდინიც გაქვს სიტყვაზე და აი მოლოდინი კი და სურვილი თქვათ რომ რაღაც აი დაფასება და ისა ისე ალბათ ჩვენ უნდა მოგკითხოთ და ჩვენ ანუ ჩვენის თანებს რომ რატო ჩვენ არ აქტიურობთ ხო ხო რატო აუშვით ვიღაცების სცენაზე რა ზედმეტად კოტე მაგეთი რომ აი ინტერესი ცოტა სხვა რამეზე მაქვს აი რაც თავიდან თქვი რომ საუნდი და ჩაწერები და ალბომი აი ალბომების კეთება არის ჩემთვის ბევრად საინტერესო და ხო მაგრამ იმ ალბომს ხო მე უნდა ლაივი რაღაცა ეს მარტო ალბომი ხო არ არის? ხო. ნუ, 20 წლის რო ვიყო ხო? 20 წლის რო ვიყო, რა თქმა უნდა, სხვანაირად ვიზავდი და ალბათ სხვა მეტი შედეგიც ექნებოდა მაგ ყველაფერს, მაგრამ ანუ ჩვენ რას ვიტყოდით, ანუ ვინც სცენაზე გაკეთებია რა, სცენიდან ჩაეყარონ და ჩავიდნენ და ანუ მეც მაგის გამიგდა და დღეს რამე თუ არ გამოდის ჩაიმბრალია რა მაგას ეს აღიარებითი ჩვენება ცოტა მაშინ მადლობის მეტი მე მგონი არ გვეთქმის არავის რაც დაგვახვედრეთ რაც გააკეთეთ საერთოდ და სადამდეც მოიყვანეთ ქართული კულტურის ნაწილი რა და რაც შექმენით მართლა მადლობის სათქმელად და მადლობა აქამდე და მადლობა მომავალშიც.
მადლობა თქვენ და ძალიან ვაფასებ, რომ აი ესეთ დროში და ხო ვიცი რა გიჯდებათ ეს ყველაფერი და ფინანსების გარდა ცალკე ენერგია და ენერგია. რაღაც ენთუზიაზმზე რო გიჭირავთ და ძალიან დიდ საქმეს რო აკეთებთ. იმედია, რომ თუნდაც თქვენ ისე არ ჩვენთვის იქნება. მაგარი სტიმული არის. ან ჩვენთვის ხომ არა, თუნდაც პატარა ბავშვები რო აიღო დამწყებები, რო ხედავენ რომ რაღაცა ხდება და რაღაც სიცოცხლე სადღაც არის. მეგონი ძალიან მაგარი რაღაც მესიჯი არის რა უცნაური იყო, იცი, პირველი მესიჯი რო ესოფოს მივიდა, პირველი მესიჯი ჩვენთვის სრულიად უცნობი ვიღაცი ბავშვებისგან ბენზინ ყავს და შეიძლება მოვიდე და აი ცოტა რაღაცა ეიფორიაში რო ვარდები, რომ რაღაცა ესე იგი გამოგივიდა. სწორს აკეთებ, ხო რა? ხო ის ბრენდი შეიძლება დაიშალოს მე და იმიტომ რომ აი რა უნდა იფიქროს, რა ისთვის დაუკრა, ხო და აქ რაღაცა ვანახე ხო, აქ შემილია დავილაპარაკოთ და შემილია თან დაუკრა რა. აი, ყაზახეთში შემხდები, вообще не причем ხალხი და ლედი ჰერონი რა შვებობდა რაღაცა. ყაზახეთში რას ამბობ? ძალიან ცნობილი. ანუ ინტერვიუ ქონდა კაკრაზე. არა, შენ ის ლედი ჰერონია, სისტერში რო მექსიკაში. მექსიკა ყველაზე მეტ Spotify-ზე მექსიკაში გვაქვს ამერიკის მერე. უნდა მეთქვა ისე. მართლა ამბობ თუ გარდა. ხო. მართლა მექსიკიდან ქართველები გადაპარულები. საქართველო არის რაღაც ძალიან ქვევი და მეტივად საბოლგარეთია წიწი. ჩვენ ერთ სიმღერა გაგვივარდა, ანუ ძალიან ცნობილი გახდა. ერთი სიმღერა შენ გაგივარ. შენ გაუვარდი. არა, მაგით დაიწყო ყველაფერი თუ რაღაცა. მაგით დამთავრდა. და დაიწყო და დამთავრდა ყველაფერი მაგით. და ახლა გადავიდეთ პარამ მუსიკაზე ჩვენს და გადავხდით. ძალიან დიდი მადლობა. მადლობა. ყველაფერს ძალიან დიდი მადლობა და იმედია დროებით. და იმედია რომ ჩვენ შევძლებთ კიდე გაგრძელებას და შევხვდებით და აუდიტორიას დაგახვედრებთ უკვე რა და ხალხს და თუ ეგ ძალიან დიდი ის არ იქნება პირიქით. საერთოდ არ ვაწინა. მოვემზადებით კარგად თან. ძალიან დიდი ძალიან დიდი აგრები ხარ. მადლობა. მადლობა.